ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით. მე ვიმყოფები იმ ადგილას, სადაც ძალიან დიდი ხანია მინდოდა მოსვლა. ეს არის სოფელი სიმონიანთ ხევი და დღეს არაჩვეულებრივი ადამიანი მეყოლება სტუმრად. ბიჭებო, ერთი წამით, რა ქვია თქვენ? მე საბა. საბა. სალამი. საბადაგივი, აბა გამოიცადეთ, ვისაც ჩასაწერა თუ არ მოსული. ტარიელ ხარხელაური. ვინ არის ტარიელ ხარხელაური? ვაიტი, რომელიც ლექსებს წერს. და თქვენ ერთ სოფელში ცხოვრობთ, ხო? დიახ. ხო ამაყობთ? დიახ. მეც ვამაყობ და ჩვენი ქვეყანაც ამაყობს იმით, რომ ქვეყანას გააჩნია ისეთი ადამიანი, როგორიც არის ტარიელ ხარხელაური. ბიჭებო, მადლობა. და მე ბატონ ტარიელს ხედავ ვისახში მოვედი. Noiești. Benda. Oaja brzanez va chocola spirit. Ai es chemi sakhkari. Chemi azoda sakhe va brzandi როგორც mazmastan. Natini mamastan natini. Დღეს სტუმარინ მართლა ღვთისკაცია შევჩენთან. სტუმარი მარტო ღვთისკაცია არა, კორონალი მოდის შენ კორონალად. იმედო ძალიან დიდი მადლობა ესე როგორცა აი როგორ არის, როდესაც ღმერთი ხო გმართავს შენ წუთისოფელზე, როდესაც გიჭირს. როცა დანაკლუნდა რაღაცა შენ, რაღაცა ვერ შეიმს, რაღაცა სირთულე გაქვს, რაღაცა გარდა გიგზავნის სტუმარს, რომელიც შენ თვითონ შინა განადგრძნობ რო გინდა. გჭირდება. იმდენ გადაცემას ემაქვს ნაყურები შენთვის, რომ ჩემ უკვე ჩემთვის სტუმარიც აღარ ახარ. ძალიან დიდი მადლობა. დავიწყოთ მაშინ. ოხ ბატონ ტარიელ, ვერ წარმოიდგენთ როგორ მიყვარს ეს სოფლის ხმა. იქით მამლის ყივილი, ძაღლის ხეფა, ტრაქტორის ხმა, რომელიც ჩაივლის რა. ამას ყველაფერს მოკლებულები ვართ ქალაქში რა და ის ადამიანები, ვისაც სოფელი გვიყვარს, ვისაც სოფელი გაგვაჩნია, მაგრამ იშვიათად გვიწევს. იშვიათად გვაქვს ფუფუნება ჩათვლის, აი ესეთი სანატრელი გარემო არის. სრულოს თავისი მისიაში. შენ იქიდან სჭირდები. ქალაქიდან სჭირდები საქართველოს. ჩვენ აქედან სჭირდებით. ამიტომ მარტო იქ რო იხმაურო არ გამოდგება. აქაც უნდა იხმაურო. აქედანაც უნდა იყოს ესეთი აი სისხლის შემძვრელი ხმაური სოფელდანაც, მაგრამ სამწუხაროდ სოფელი დღეს აღარაა იმ ძალაზე როგორც იყო ხოლმე. დაიცალა სოფელი ისე? სასტიკად. ძალიან დაიცალა. აი ამ სოფელში არის 240 სახლზე მეტი. და ახლა ცხოვრობთ 60 ოჯახი. და თან მასაკოვანი ხალხი. რისი ბრალია? შიშის სოფელს გაყურბი ხარ. გეშინია ფიზიკური მუშაობის. გეშინია მიწასთან მუშაობის. გეშინია საკუთარ თავთან მუშაობის. ამიტომ გარბი ხარ. თქვენ ახალგაზრდობაში როგორ იყო? ჩვენ ჩემს ახალგაზრდობაში ოჯახი არ იყო 5 სულზე ნაკლები. მე უცბად როგორ არის ეს ზავსა გავს. თუ ერთი მოწყდა უნდა დაწარდა, მაგრამ მე ჩვენ გვაქვს ასეთი ძალიან ერთმანეთის გაჯიბრების სურვილი. როგორმე ის რო წავიდა, ის ალბათ უკეთესია, იქ და მაგეთომ წავიდა. მიდის იქ. შეიძლება არ არის, მე შეიძლება მიც იყო უკეთესი, მაგრამ იმის არა უკეთესი, მაგრამ უკან აღარ აბრუნდება. ახლა გადახედა, არაც ახლა რამდენი ხარიც მე ვიცოცხლი ამ წუთის სოფელში. ეს უკვე 80 წელს ხდები წელს არა? 80 წელს კაცი ცოცხალი ხარ ეს. უკვე რა ვიტყვი ხომ რამდენ ხანს რო ცოცხლობ არ მოგბეზრდა ეს წუთის სოფელი. ტარიელ, ყველანაირი კომპლიმენტის გარეშე თქვენზე ვერ იტყვით, რომ 80 წლის ხდები. 80 ხდები. როგორ შეძელით, რომ ესეთ ფორმაში ხართ? ცხოვრების წესი სხვანაირი გაქვს. მე როდესაც დავწმუნდი რომ მე მხოლოდ პოეზიით უნდა მეცხოვრო, უნდა შეცვალო შენი ცხოვრების წესი.
შენ არა შენ ჩემთვის ბავშვობიდან მოყოლებული ფიზიკურად ვარჯიშობდი. სასმელი არ დამილეია ჩემს სიცოცხლეში და სიგარეტი არ მომიწევია. აი ესეთ რაღაცას კითხავთ. თქვენ მითხარით ცოტა ხნის წინ, რომ შენი მისია გაქვთ, იქ უნდა იხმაურო. და ჩვენო აქო პირობითად მეო აქ მაქვს. როგორ მოახერხეთ, რომ ესე ჩუმად ასე ახმაურდით. ამ დამოკიდებულებას, ამ სითბოს, ამ სიყვარულს ხალხის მხრიდან შეუძლებელი არ გზნობდეთ ამ წლების განმავლობაში და ეს შეუთახვედრია ბატონ ტარიელ, თქვენ ეს მოახერხეთ. რანაირად მოხდა? მე დავიბადე იმ საუკუნეში, ვაჟარო ცოცხალი იყო. ილერო ცოცხალი იყო, აკაკი ცოცხალი იყო, გალაქტიანი ცოცხალი იყო. მე წინა თავგზაობის და გოგლა იყო ცოცხალი, ტიციანი, პაოლონი. შენ პოეზიით თაში ვერ გააკვირვება. ყველა მეორე კაცი ლექსის ენაზე გასაუბრა, ლექსით, მაგრამ არა პოეზიისიანით. და მე საბედნიეროდ ჩემთან აქ მეზობლად ცხოვრობდა კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე. გაიგო რომ მე ლექსთან მქონდა ასეთი რაღაცა კარგი ურთიერთობა და დაინტერესდა რას ვწერდი. მე ასე წერდი და ვხევდი უმეტესილად. არასოდეს არ მქონია ბეჭდის სურვილი. რომ არა ესა ბობოხიძე მაგისი დაჟინებული თქონ 30 წელსა დააბეჭდა პირველად. ეს უკვე იცი. კი და 30 წელი ეს ის ასაკია, როდესაც იღებთ გადაწყვეტილებას, რომ ჩააბაროთ უნივერსიტეტში, ხო ეგრეა? უნივერსიტეტში არც ამასაც არ მქონდა აკვიატებული, რომ მე მაინც უნდა მესწავლა. მაგრამ მაინც მოგიხდა უნივერსიტეტზე გავლა, მაგრამ გავისე მოგიხდა, რომ შენ სხვანაირად მოგიდგა უნივერსიტეტი, სხვანაირად მიგიღო, სხვანაირად ესეთი საკმაოდ ესეთი უცნაური ხმაური შემოყვა შენ პოეზიის მოსვლას, რომ მე რომ 17-18 წელს ასაკში რომ შემხედროდა ეს, ამას ვერ გავუძლებდი. გაგიჭირდებოდა ამის სატანა, ამ ემოციებს, მაგრამ შენ უკვე იცოდი, რომ რა ქვეყანაში ცხოვრობ და მადლობა უფარს, რომ მე დავიბადე აქ. და მადლობა უფარს, რომ მე შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი კაცი ვარ. როგორ ფიქრობთ საკუთარი პოეზიიდან ყველაზე მეტად თქვენ თვითონ რომელი ლექსი შეგესაბამებათ? ასეთი ლექსი მოგესეც და მაინც იყო სამყარო მკაცრი ჩაენარეკლა სივრცე ქარიშხალს და მიდიოდა უბრალო კაცი რომელიც გავდა თავის თავს და ჩახკიოდა ხეობას ელამს გადარეული გრეგალი ავე ჩამოეკაწერა გულ კერდიკელ და მოდამ თარის სივრცე დაეხრჩო თავი ეს შეძლებს აკეთესად საოცარი ლექსია და საოცარია ზოგადად თქვენი შემოქმედება. მოდით წავიდეთ ღრმა ბავშვობაში და გავიხსენოთ მშობლები. მე ვიცი რომ დედას განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა თქვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის წავიდა უფრო მეტად იგრძენით, რაც კანონზომიერია და ძალიან ხშირად ცხოვრებაში ეს ხდება, მაგრამ მოდი ბავშვობაში გადავინაცვლოთ, ვიცი რომ საკმაოდ მკაცრი მშობლები ყავდათ და საკმაოდ მკაცრად გზრდიდნენ. აი, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, როგორი ბავშვი იყავით? აქ იყო დედაჩემის მამა მსოფლელი იყო. მშაველი კაცი იყო, მშავე, ბაიაშვილი. და მე დაბადებიდან ის კაცი მზრდიდა. საოცარი, აი როგორც ეს ასეთი კაცები აღარ დადიან დღეს. სამწუხაროდ აღარ დადიან. სასწაულად გრძნობდა ბუნებას, სამყაროს. არასოდეს არ გაეძლებდა გაგეკეთებინა რამე. ის და გააკეთო არ გიბრძანებდა. მიდიოდა საქმეზე, შეროგეთყოდა. ეს არის გასაკეთებელი, მიდიოდა და ხოლმე ბავშვი შვილიშვილის დამოკიდებულება პაპასთან ძალიან კარგად ეცით. იმისი ყველაზე დიდი ავტორიტეტი პაპა რა. და მიმიყოლებდა ჩემთვის გამართული ქონდა პატარა ცელი. პატარა ვოდორი, პატარა ბარი, პატარა ნიჩაპი. ყველაფერი გამართული ქონდა და მე ხოდა ბედნიერი ვიყავი, იმის გადით ვიყავი და ესე ნელ-ნელა მიმაჩვია.
ცხოვრების წესს მიმაჩია, როგორ უნდა შექმნა შენი თავი. საზოგადოების კარნახით მაცხოვრები კაცი არ მწამს. საზოგადოება რო კარნახოს ის თავის ფერს გზრდის. რაც არ მოგწონს საზოგადოების ის არ უნდა გაემეორო. შენ უნდა გაემეორო ის, რაც ჩემთვის ყველა კაცობის მაგალითი იყო მამა ჩემი. ძალიან კაცრი კაცი იყო, ფიზიკურად და მე იმისაგან დედას ჩემის და მამა ჩემისგან მოფერება არ მინახე. არ მომფერებენ არასოდეს. თავზე ხელი არ გადაუსვია და დედა ჩემს არ უთქეს შელი როგორ ახარ. მთაში უფრო მკაცრი ტრადიციებია ხო? ბავშვის აღზრდის და ზოგადად ყოფა, რადგან უფრო მკაცრია ეს აბსოლუტურად ყველაფერში აისახება კიდევაც და ეს ოდითგანვე ესე მოდის. აი, როდესაც ამბობდით, რომ არასდროს დედას თავზე ხელი არ გადაუსვია ჩემთვის და არ უკითხავს როგორ ხარო. განიცდით მაგას? განვიცდი, იმიტომ რომ ჩემს შვილებთან მქონდა სვანარი დამოკიდებულება. იმათ ყოველ დღე ფერებოდა, ყოველ დღე თავიდან ბოლომდე კოცნიდა, მე არა. რაღაც ეჭვიანობდი? ეჭვიანობდი. მართლა ეჭვიანობდი შვილო, რა მე ერთხელ უთხარ, მე სხვისა შვილი ხო არა ვარ. და რა გიპასუხათ ეს რო უთხარ? გაიღიმა შვილო. გაიღიმა, მაგრამ ყორ გეტყოდა როზე. მაგრამ გაღიმებით გამოხატა რომ შენ ცუდი კითხვა დავუსვი. არის რამე, რასაც განიცდით, რაც ვერ მოასწარით დედასთან მიმართებაში? მე მინდა რომ დედა ჩემს ნახაია ჩემი ერთ-ერთი შეხვედრა. ბედნიერი ვარ ხომ, როდესაც ან მომღერლეს შობელი ასწრება, ან და დედა ჩემისაც წავიდა რომ და წიგნიც არ გადაუფორცნობს. კითხვა იცოდა, მაგრამ თვითასოობით. მამა ჩემი იყო წიგნის მოყვარული, იმას იცოდა ვაჟა ფშაველას ხუთივე პოემაზე პირად. და ჩემმა შვილმაც იცოდა ეს. როგორ წარმოგიდგენიათ იქაური სამყარო, სადაც ახლა თქვენი მშობლები არიან? ახლა ჩემი შვილო დაიბადა, ბიჭი, მაშინ დავწერე ასეთი ლექსი. არ გაიარო თავ დახრილმა ჩემს გამოშვილო, ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალადია. აი ეს უნდა უთხრა. დედა ჩემსაც და მამა ჩემსაც და ჩემ შვილსაც, რომ ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალადია. ბატონ ტარელ, ვიცი რომ თქვენი ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი არის მისი ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლა 23 წლის ასაკში. და მე სიმართლე რო გითხრათ, ვფიქრობდი ამ თემას შევხებოდი თუ არ შევხებოდი, მაგრამ ბექა იმდენად თქვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, არის და იქნება, რომ შეუძლებელია ამის გვერდზე ალბათ მე ისიც ვიცი, რომ ამ სახელს ვერ ამბობდით დიდხანს, სანამ თქვენ შვილიშვილს არ დაარქვეს, კი ბატონო, ეს სახელი და გაიხსენეთ როგორი იყო. ბევრით მჯობოდა მე. ეს ხონაერი კაცი იყო. ეს იყო აი თიმან თავისი 23 წელიწადი კი არ იცოცხლა, იცხოვრა. ის თლიანი 23 წელიწადი რაც ქონდა იცხოვრა, რომ დაამახსოვრა სოფელს თავი. სოფელში არ ყოფილა შემთხვევა, რომ 40-მდე სოფელს ეგლოვა. სოფელმა ეგლოვა 40-მდე. და მე რაც უჭირდათ სიმღერის, ხმა მაღლა ემღერავენ მეს კუჩაში. ჩემ სოფელში ძალიან ბევრი იყო ქრივი მოხუცი ქალი. როგორც კი დაიხედავდა, რომ შეშა არ გქონა იმათ, მიუტანდა შესას. ჩავახერხავდა და აუზით მიუზან. თუ მოხუცი ქალი იქნე მიდიოდა გზაზე და წყალი მიქონდა, გამომეტრიალდებოდა, სადაც არ უნდა ჩქარები იყო წასვლა, მე გამოვართმევდა ვედროს და მიიტანდა სახლში დაუდებდა. დილით ეღვიძებდა სიმღერით და იძინებდა სიმღერით. თან უბანს სიმღერით აფხიზლებდა. ის იყო უკეთილშობილესი კაცი, რომელსაც ჩხუბში ვერ შეეყვანდი, ჩემგან განსხვავებით. ის არა, იმას ჰქონდა იუმორი, რომ აი სიტყვით შეიძლებოდა ეს კონფლიქტი მოეწესრიგებინა. დედა უყვარდა, ამისიც მშურდა.
ისე უყვარდა დედა რომ მე ამის გამო ხათისუფლება არ მქონდა. რომ მე ესე ასე დედა აშკარად დაენახა დედას როგორ უყვარდა, როგორ მიყვარდა. იმას დედა ხელით ასე ატარებდა ხოლმე და ისონა ხელში ატარებდა. ეს იყო აი ამ სიტყვების სასწავლო ლექსებს ავიგეთ, აი ამ ანდერძის შესასრულებლად დამტოვა არის თუ არა ადვილი სამშობლოს ავროღალატო. ეს იყო კაცი რომელსაც ბევრად უკეთესად შეეძლო რომ თავისი სოფელი გაემდიდრებინა თავის შინაგანი სამყაროთი, ბუნებით. ავიდა მაგრამ მე რო გადის დრო და პირდები შილ ასე მოგმართავ შილო ჩემო ასე რო გადაკვირდები შენ ეს განსაცდელი უნდა გაგევლო. შენ უფალმა იმიტომ კი არ მოგწეს ეს მადლი, ამ პოეზიის მადლი, რომ ყველას ტკივილს უნდა გავუძლო. ახლა ბერჯერ დავუსიათ კითხვა, რომ რა შეცვლილი შენ რომ ახლა დაეხლან დაიწყო სიცოცხლე. არაფერს არ შემცვლი, ესე ვისა გავივლედი როგორც გავიარე. მე ამ ტკივილმა მე მიყვანა მკითხველამდე. ამ ტკივილმა მე მიყვანა, აი ამ ბედნიერი კაცი ვარ ხომ, როდესაც თუ ბედნიერებად მეწოდოთ, ქუჩაში მიდიხარ და შენ მდგომარეობაში მყოფი ან კაცი ან ქალი მოვა და მადლობას გიხდის. მადლობა რომ შენ გადაგვატაინე ტკივილი. გესიზმრებათ ხოლმე? კი, ძალიან ხშირად. ძალიან ხშირად. მე სიზმრება და სულ სიმღერის ხასიათია. მართლა? კი, მე ვჩვეულებრივ სიცინეს ესეთი ღირამის. მე ამაში დარწმუნებული ვარ რომ მე მომიწეს. იმის მისვლა და ახსარების თქმა რომ ვიცხოვრე შვილო ესე როგორც შენ არ შეგრცხებოდა. მართალია რომ ბექას საფლავზე ნამყოფი არ ხარ? არა. არ შემიძლია. არ შემიძლია რომ ჩემი შვილის საფლავი ვნახო. მე ჩემი შვილ შევდიმდა რომ ეს წიგნში პოეზიაში გადავიტანე. ჩემი შვილი პოეზიაში გვხდები. ვერ შევძლება. მაგრამ ანდერძი მაქვს დატოვილი რომ ჩემთან სადაც მე დავეკრძალები, ჩემი სოფლის სასაფლაოზე, ჩემთან დაეკადროს ჩემი შვილის წლები. მე კვლევს აპატიეთ? სპეცი როგორ პირველ შემთხვევაში სანამ პატრიარქმა ეთხოვა შეხვედრა ჩემთან 40 წლის წინანდღეს და არ ფიქრობდი მაგაზე. ეს ხევსური კაცი ხარ და შენ და არც ქონდა უკან და ხევს სოფლო, მაგრამ ეს უკან და მე მივხვდი რომ უკან და უკან და ხევა არ იყო. შენ იყო ამაღლება. ტკივილზე ამაღლება. და ამაღლეში რომ შენი ხიშვილის ხასიათის ცოდნა. რის ამაზე ამას აგინდობდა და გაპატიებდა. მე შეუნდე არ ვაპატიე. შეუნდე, როგორც ღმერთი გასწავლეს, შეუნდე. არ იყო ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. არ არის. რა სიტყვით ბექას რო ნახავთ? ნათხემ რო დაეკრძალა, რო დაგრძალეთ, იმ საღამოს მოვიდა საშინელი წიმა. ხოდარი ხორაბდი სასაფლაოს თბილისში დაეკვირს, სამზონაში ცხოვრობდა ეგ და ეგ დაგრძალეთ რა ხარა ყოფილიყო ჩემს სოფელში. და მაშინ ვესაუბრებოდი ლექსით ეს ტრიქონი წამოვიდა მწუხრზე, თარის მოდგა ჩრდილი. ქარის მოიღოლა გმინვა. ხომ არ დამისელდი შვილო. ხომ არ შეგაშინა წიმა. ეს გაგდირეთ. აი ეს ამ ლექსით მივარ ჩემი შვილი. თავარია რომ მიმესლებოდეს. ისე ვიცხოვრო იქ იმასთან ჩემ შვილთან და ჩემში დედა ჩემთან მისვლა მე არ შემეძლოს. ბატონ ტარიელ თემა შევცვალოთ ახლა. ლექსი რომელსაც ყველაზე ხშირად გთხოვენ რომ წაიკითხო რომელი? ყველაზე
ხშირად გთხოვენ წაკითხოს მანძილი რომელიც ჩვენამდე დიდია ასეთ მანძილი ჩვენამდე დიდია რო არის. წაგვიკითხეთ. ხო და ჩემთვის ეს ლექსი მაინც ამ ლექს ბედია, ლექსაც აქვს ბედი. იმაზე უკეთესი ლექსი სხვები გაქვს, მაგრამ მაინც ამას მიიღო მკითხველმა. ყველაზე მეტად, მაგრამ მოდი ამ ლექს სხვას ავიკითხავ. კი ბატონო. დაზამთრდა თოვლი არც ისე მეგვერს. არც ეს სიცივე სისხლში რომ ატანს. მე მეშინია მათ მისკვირდის. გაზაფხულდეს და ვერ გახსნას მარტმა. დასაწყისი არ მაშინებს ზამთრის. როგორ შევხვდები ზამთრის დასასრულს. ვაი თუ ისე დავავდე სახლში რომ ცეცხლთამჯდომი დავხვდე გაზაფხულს. მე მეშინია დამშრალი ღელის. თორქაშ რომ წევს და შიდა სინას და გვერილათა გადამხმარ ველის. გამოღვიძება ვერ შესძლოს ძიმამ. მე მეშინია შენი შენს გამო არათებეროლის ცივი ქარების გავეღვიძა და აღარ ვეწამო არ მომწყურდე და არ მეყვარები გავეღვიძა და თათა კალთებზე აღარ მიცდნა ლაგანისლები იქნებს ჯობი აღარ გავთენდე მოკვდა და ნუღარ გარდავიცლები არ მინდა შენი ჭკნობა ვეხილო შენი დაშლა ფერებად ჩემს მერე შენთან მოვა სიკვდილი და მკერდზე ცივად მოგეფერება დაზამთრდა თოვლი არც ისე მიგვირს არც ეს სიცივე სისხლში რომ ატანს მე მეშინია ამათ მისკვირდის გაზაფხულით რომ ვერ გახსნას მარტმა აქ ერთი ესეთი კითხვა მაქვს ძალიან ბევრი ლექსია თქვენი პოპულარული და ბევრი ადამიანი კითხულობს თავად ვისი წაკითხული მოგწონს ყველაზე მეტად თქვენი ლექსების ირაკლი უჩანეიშვილის წაიკითხა. ირაკლი უჩანეიშვილმა წაიკითხა. ეხლაც არის აი კაჭახიძე გიორგი კაჭახიძე კითხულობს ძალიან კარგი მანძილი შენადედია. ზეკუნ კითხულობს ძალიან კარგად ლექს, მაგრამ ეს მაინც ის სხვანაირად მოხდეს მე ირაკლის ხმაზე ხვდება და ოთარ მეღვინეთ ოცხოს ეს წაკითხული ლექსი მახსოვს კიდე. როცა დავეწერ ჩემი დაწერილი არ არის ლექსი. ისე წაიკითხა მე შემეპარა ასეთ ლექსებს არ ამგონა და ახალხელაური წერდეს მეთქი. ბატონ ტარიელ, ცხვარში გაქვთ გატარებული 12 წელი. ჩემთვის ჩვენ ოჯახი ტრადიციული მეცხვარობის ოჯახი იყო და მასულ ყვავდა ცხვარი და წამსობაში გავატარე. მაგრამ ეს იყო საკუთარ თავის შეცნობის დრო. ეს 12 წელიწადი. რამდენად შეგეძლო შენ ბუნებასთან შეგუება. იმ სირთულებთან, რასაც ბუნება არგილებს. და მქონდა ეს 12 წელი იყო ჩემი კაცებთან ცხოვრების 12 წელი. ხასიათის ჩამოყალიბების. აი დღესაც რო კიდე შემეძლოს მე კიდე ისევ ცხვარში წავიდოდი. ცხვარში წავიდოდი, იმიტომ რომ საკუთარ თავთან საუბარს სწავლობ შეიძლება. ახლა კი ჩვენი პარტნიორის შესახებ. ცენტრალ პარკ თაუერსი ეს გახლავთ ქალაქ თბილისში ცენტრალ პარკის მიმდებარედ არსებული 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი. სასტუმროს მართვის საერთაშორისო ბრენდს Redison Blue განახორციელებს მართვას, ანუ კომპლექსის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონია. პროექტში ინვესტორებს ეძლებათ შესაძლებლობა შეიძინონ საკუთარი სასტუმრო ნომერი, რომლის მართვას, როგორც ნახსენები იყო, განახორციელებს Redison Blue და მიიღოს შემოსავალი მისი ფუნქციონირებიდან. Central Park Towers-ის პროექტი შედგება 2 42 სართულიანი თაუერისგან, რომელიც ერთიანდება 7 სართულიანი პოდიუმით, სადაც კომპლექსის ინფრასტრუქტურაა განთავსებული. კომპლექსს 4 მიწისქვეშა საპარკინგო სართული აქვს, რომელიც 400 ავტომანქანაზეა გათვლილი. კომპლექსში განთავსებული ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოა მთელ საქართველოში, როგორც მასშტაბით, ასევე მსოფლიოში წამყვანი ბრენდებით. Redison Blue უზრუნველყოფს კომპლექსში არსებული ყველა სასტუმრო ნომრის ოპერირებას. კომპლექსში 5 რესტორანი და კაფე განთავსდება, რომლის ოპერირებასაც მსოფლიოში აგრეთვე წამყვანი სარესტორნო ქსელები უზრუნველყოფენ, როგორებიც არის ბიფ ბარი, ჩოტომარე, რობერტოსი, ანჟელინა და სხვა.
მოლის ოპერირებას მსოფლიოში წამყვანი ბრიტანული ბრენდი Harvey Nichols-ი განახორციელებს რეგიონში. ყველაზე დიდი მულტიფუნქციური event hall-ი გათვლილია 3000 ადამიანზე. აღნიშნულ event hall-ის ოპერირებას მსოფლიოში ასევე წამყვანი ამერიკული კომპანია Live Nation-ი განახორციელებს. ასეთი კითხვა მაქვს. რატო არიან ადამიანები უმადურები, როგორ ფიქრობთ? ყველაზე დიდი უმადურობა ეს, როცა შენ ყველაზე უკეთესი გონია შენი თავი. მეორედ, როდესაც მე ვინმეზე აუქს ვამბობ, საღამოთი უნდა შემწყეს. თუ მაშინ ვერ მოახერხეს, საღამოს მაინც უნდა შემწყოს, რომ დღეს მართალი არ ვიყავი. ის კაცი, ეს არის შენი ხოლო გარე ბიზო ასეთი გარეგანი დათვალიერება. შენ ხო ამის სულიერ სამყაროში არ ჩაგიხედე. დღესაც არის ასეთი, დღეს სამწუხარო დღეს უფრო ბევრად არის. ხშირად არის უმოდრობა. მაგრამ იცი როგორ აუქს ამბობენ ადამიანებზე გამიზნულად ხო რომ მათი რეპუტაცია იყოს შელახული. ხო, ეს არის მიზანი. ეგეთი რამ. აი ჩემს მიმართ მე ხო არაფერს არ ვკითხულობ შენ. ტელევიზია, ტელეფონი მე არ მაქვს არაფერს არ ვკითხულობ და შეიძლება ყოფილი არ მიმალავენ და სახში არ მოუნებიან. მაგრამ სადღეგრძელოს რო სამ ასე მტერი დაგეცალოს რო ეტყოდნენ ზოგჯერ წინდად. რომ მტერი არის შენი სიფხიზლის რო შენ მოდუნების უფლება არ მოგცეს. დაძინების უფლება არ მოგცეს. ეს აუცილებლად ხშირდება. მაგრამ შენი სწორი უნდა იყოს. შენი მტერი შენ საფერი უნდა იყოს. შენი სწორი უნდა იყოს. ესეთი მტერი უნდა არჩევ, რომელთანაც არ შეგწება და მარცხება. და დღეს ჩვენ ისე ვართ, რომ ყველაზე სულს ვირჩევთ, რომ ეულად მოვერიოთ, არა? ეხლა შეუძლებელია, რომ მესმის რომ ბევრჯერ გექნებათ მონაყოლი, მაგრამ ქალბატონი მარინა ხო უნდა ვახსენოთ. თქვენი გაცნობის ამბავი და ერთი ნახვით შეყვარების ალბათ, ხო? ხო, და შეიძლება ასეც უწოდოთ. იმიტომ რომ ვარო უნივერსიტეტში შემიყვანეს, აი ხო მოხვდე რა მე ვედ უნივერსიტეტში. ასეთი ჩემი თავის რამე გონავს, აი რაღაცა გამორჩეული ისიათი ეგზემპლარი მიიყვანეს ცხოველიდან. უნივერსიტეტში გარშემო ყო ზარმაზარი წრე. ამან შემაშინა და უმეტესობა ჩემს გარშემო იყო მანდილოსნები. ეს არ მეკარებოდა ახლა. და დავუსვით ჩემ თავს კითხვა, რომ თქვა და ვეღარ შეძელი ლექსის დაწერა. აღარ ის ძალა არ გაყვანა რაზმელი. და მესენი ხო დაგტოვებენ. მიგატოვებს. შენის პოეზიის ის მოსდევს პოეზიას. ლექსის სიყვარულის გამო. შენ გჭირდება და მადლობა უფალს არ შევცდი. რომ არა ჩემი მეუღლა მე ამ სახით დღეს შენს წინ არ ვჯდებოდი. მე იმ ტრაგედიას ვერ ავიტანდი. ვერ შევლებდა მისადანს. ამან ყველაფერი ცრემლის გარეშე რომ მე ცრემლი არ მენახა. ცრემლის გარეშე მაცოცხლა. მე მცა ის აქ მარტო ცხოვრობა. ეს არის ჩემი სამყარო. არ შეიძლება ოჯახში კაცი გყავდეს და არაფერი არ მოვალეობა არაფერი გქონდეს. აი მოვალეობისაგან გამათავისუფლა გარდა პოეზია. მე და ლექსი, მე და პოეზია. ამას ყველა ქალი ვერ გააკეთებს. ამას უნდა გამორჩეული ნებისყოფა და თავდადება. ეხლა გიყურებთ, დარწმუნებული ვარ და რას ეთყოდით აქედან. აი უფალს მინდა ვთხოვო, რომ თუ მაინც კიდე უნდა ვიცოცხლო. კიდე მიწევს სიცოცხლე. ისეთი ლექსი დამაწერინოს, რომ ვალეგა მოპაჩემ მოღლის ვალი მოიშორო. ვალეგა და იმ სიყვარულისთვის, იმ თავგანწირებისთვის, თავდადება აღარ არის. ეს არის თავგანწირებისთვის, რომელიც ამ ერთი ბეწო ქალი იყო, ძალიან პატარა იყო, ძალიან პატარა ქალი და მე ვარ დიდი იმაზე 13 წლით. და შეიძლება ამ ქალმა ამ შეძლო რომ შენთვის შეეცვა ის პირობები, რომ პოეზიის არ გეღალატა. არსებული კრებულიდან რომელ ლექსს ეთყოდით, ეხლა რომელ ლექსს მიუძღვნით?
დილა მთებს დასცინებია დინარე მაიჩქამაო რა ტკბილად დაგძინებია ყვავილისფერო ქალაო მთებს ანასხლეთი მზის ხივი უბეში ჩაგეპარაო ჩამოგიცურდა ნისლივით სიგრძეზე წაგეპარაო რა ტკბილად დაგძინებია ყვავილისფერო ქალაო ეს თუნდაც მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ერთად მოდი ვილაპარაკოთ პრინციპში ბოლოსკენ მივდივართ უკვე და ვილაპარაკოთ პოეზიაზე. ვიცი რომ თქვენ ცხოვრებაში, თქვენ ბავშვობაში თუ სიყრმეში იყო ფაქტი, როდესაც მშობლებს ეშინოდათ იმის, რომ ლექსებს წერდით და დედამ დაგიწვათ კიდევაც როეული. ხო იყო ესე? კი. თუმცა მაინც არ გაატყდით. რაღაცნაირად ისე მოხდა და გააგზავნეთ ლექსის წერა, რამაც აი ამ ხელა შედეგი გამოიღო. ახალგაზრდა პოეტები როგორები არიან, თუ იცნობთ მათ შემოქმედებას და პარალელურად აი ის მომენტიც გაიხსენეთ, ის გაუტეხლობის მომენტი, რომ მაინც ყველაფრის და მიუხედავად, წინააღმდეგობის და მიუხედავად, მაინც გააგრძელეთ ლექსის წერა. რაც ეხება ახალგაზრდა პოეტებს, ახალგაზრდა თაობას, რას ურჩევდით? უზარმაზ არ გააბრეხოს ტაშმა. აუ რა მაგარი სიტყვებია. ტაში არის, ტაში საზოგადოება შენს ყურადღებას იქცევს და შენს ზრდას აჩერებს. საზოგადოებას დაგვეთა აქ. და საზოგადოებას დაგვეთა ისაუბრონ მხოლოდ დღევანდელ ტკივილებზე. ეს არაა პოეზიის დანიშნულება. პოეზია საზორები არ აქვს პოეზიას. არც სივრცეში, არც მისძახერ. ეს მისდა ამათ აქვს საკუთარი ხმა, საკუთარ ნამას კარგავენ. და უშეურჩა საკუთარი ხმა შეენარჩუნონ. რაც არ უნდა სუსტი იყოს ლექსი, საკუთარი ხმა ჰქონდეთ. და რაც შეიძლება მეტი თვითდაჯერება იმისა, რომ პოეტები არიან. პოეტს ქმნის დრო. პოეტი შენი სიკვდილის მერე შეიძლება გახდე. ეს შენი მოწადინებაზე არის, მე რო პოეტი ვინდა ვიყო არა. პოეტი არა. აი ამის სურვილი არ ჰქონდეთ. როგორც დარწმუნდება, რომ ისინი უკვე პოეტები არიან, კალამი უნდა დადონ. ლექსი არ უნდა დაწერო. დღეს, ოდესაც მისამე კითხავს, რომ აი თქვენი პირველი ლექსი, ასეთი პასუხი მაქვს ხოლმე შვილო. მე რო პირველ ლექსს დაწერილი მქონდეს, დღეს ცოცხალი აღარ უნდა ვიყო. პირველ ლექსს დასაწერი მაქვს. და ბოლო კითხვა ბატონ ტარიელ თითქმის 80 წლის ასაკში. ხო? ხო. იპოვეთ თუ არა საკუთარი თავი. ბერო ასეთი თამამი, ისეთი ახლა თქვენ ბავშვების ასაკში საკმაოდ ასეთი გაბედული სტრიქონები გქონდა. ხო და იმ ლექსით წავიკითხავ და მიხვდებით. კი ბატონო. ფეხი დაუცე, მიწავს რა, ჩავისუნთ ქოცა ჩავხარო. ცას მე მემონვის მიწაცა, თლადე შეშელე სამყარო. ხამთევს მიუნაქრავ მივკირი ზღვა, თვალში ცრემლად ჩავიცრა, სიცოცხლეც მე ვარ, სიკვდილიც, სასაფლაოც და მკვდარიც. სივრცეა ჩემი სარკმელი, შიში არა მაქვს მოცელვის, სანთელიც მე ვარ, საკმელიც, სალოცავიც და ლოცველიც. საოცარი პასუხი იყო და უღრმესი მადლობა ასეთი ჩემთვის დაუვიწყარი წუთებისთვის, დაუვიწყარი ინტერვიუსთვის და სულ ბოლო კითხვა ჩვენ ბევრ თემას შევეხეთ და თქვენ თვითონ ხო არ გაქვთ რამე სათქმელი? აი დღეს თქვენ ცხოვრობ ძალიან რთულ დროში შენ თუ შეგატყო წუთი სოფელბო რო შეგაშიდა და გაგტეხა და გალაჩრებს ლაჩრად გაგწევს აი შენ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ წუთი სოფელ ამას ვერ შემოკადრებს იმიტომ რომ ამდენი წელიწადია ამ სივრცეში მუშაობდა შენი გამტეხი კაცი არ ამგონია ჯერ კიდე იყო სამწანი. არ და გესურვებ შენ რომ ყოველთვის ეცადე.
შენ არ აკეთებ არა შენ საქმეს, აკეთებ ჩემთვის. ჩემნაირ მაყურებლისთვის. ამის იმედი მაქვს. მერტმეს იმედი არ მოუშავს ჩემს ქვეყანას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ჩემო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო წარიელი. მადლობა ულმეს მადლობა. მართლა ჩემო ეს დღეს ჩემთვის ძალიან გამორჩეული იყო შენ. შენთან შეხვედრა ვერ ვბედავდი. დატანჯული არ იყო. ჩემო მადლობა შენ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო. ჩემთვისაც იმედია მაყურებელმა ისიამოვნა, უბრალოდ დარწმუნებული ვარ ასე იქ. ჩემთვის ასე სულ ასე ვეუბნები ხოლმე. ამ სიტყვას უმეტურად ჩემთვის დიდი პატივია. დარიელ ხარხალვაროსაც არის დიდი პატივი რა თქვენ დღეს ჩემი სტუმრები ხარ. ჩემთან რო ხარ.